დაიწყეს საპატრიარქოს რა თქმა უნდა დაგიძრებდა და კონკრეტული საკანონმდებლო რაღაც ინიციატივა თქვენ რო დაიწყოს ვიცე-სპიკერმა არ შეიძლება? სასაკურველია ბატონ დავით მართალისგანებით ვიღებ ამას დიდი სიამოვნებით და თუ კი თქვენ შეძლებთ რომ ამ თემასთან დაკავშირებით უფრო მეტად გაიშალოს ძელობა თქვენი მეშვეობით რომ იყოს კონკრეტული ნაბიჯები დასახული იმიტომ რომ ამაზე დიდი იდეა რომ ქართული გენოფონდი გადავარჩინოთ და ქართულ გენოფონდს ხელი შეუწყოთ მე მგონი სხვა არაფერი არ შეიძლება იყოს მით უმეტეს თუ გვაქვს ცოდვის შეგრძნება რომ რაღაცა განსაკუთრებული ალბათ დავაშავეთ არ დაგვიშავებია 9 აპრილს მოვიდნენ და 20 წლის წინათ როდესაც ხმა არ მოგვიღია და მშვიდობიანად მოვიქეცით აღჩეხეს არ ვიცი გარებით იყო ხალები განსაკუთრებით და იყო ბავშვები ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია სულ ფიქრობ იმიტომ რომ იქნებ რაღაც ისეთი განსაკუთრებულად იქნებ ვერ მოვილაპარაკეთ დროულად პირველი რაც გამოაცხადეს თვითონ რომ არის დასაწყისი იმისი რომ პლურალისტურად გამოთქვით თქვენი აზრი გამოვიდა ხალხი გამოთქვა თავისი აზრი და ამას მოყვა ბარებით არ შეყვა ადამიანების ამის შემდეგ 4 ომი ზედიზედ ნაწარმოები და ყველა შესაძლო ღონისძიებით რაც საბჭოთა მანქანას ჰქონდა მომართული მიმართულია ქართული გენოფონდის განადგურებით და სამაგალითოდ ჩვენ გავხდით მაგალითი როგორ უნდა დაისაჯოს ურჩი ერი როდესაც მას მიაჩნია რომ უნდა იყოს თავისუფალი ამიტომ ეს ჩვენ უნდა კარგი თემა გავახსენებთ მე მინდა ეს მაყურებელმა იცოდეს აი 9 აპრილის შემდგომ თავის დაუნებურა და ჩვენმა ნაციამ რაღაც უცნაური ის განიცდა და გარდაასახვა და მე მინდა ეს იცოდეთ 90 წელს დაბადებული იყო 39,000 ბავშვი აი თუ კი თქვენ ეხლა შეადარებთ აი წინა წლებში აბა ესე იგი სკოლას ამთავრებდა საშუალოდ 20,000 ადამიანი აი ზუსტად აი ამ წლის თავზე 9 აპრილის შემდგომი პოპულაცია ორჯერ მეტი იყო 39,000-მა მე ზუსტად არ მახსოვს სკოლის დამთავრება და უმაღლესი ჩაბარებული ორჯერ მეტი იყო ეხლა იგივე მაგალითი არა გვაქვს თუ კი 9 აპრილს ჩვენ 16 ქართველი დავუკარგეთ დიდი ქართველები ამდა უშვებ ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეკარგა ეგება ის სტიმული გასცეს ეს და გამოწვევა იყოს სწორედ ეს და რუსები ჯინაზე გაიხსნა ორჯერ მეტი შობადობა იყოს мотивация გვაქვს ჟინი გვაქვს და ბაი გვეფიქრა რამდენად შეიძლება სახელმწიფო მხარდაჭერა ამ ინიციატივაზე არ შეიძლება რომ თქვენ ეს იდეა ამ იდეაზე მხარი არ დაგიჭიროთ იგივე საფინანსო კომიტეტმა იგივე არ ვიცი მეცნიერი კომიტეტი დაგეხმარებოდა ამ იდეის დაკარებაში ბაზა შეიქმნა საგანმანათლებლო ბაზა და დავიწყოთ კანონები დავახვედროთ და წელიწადში გამომრავლდება საქართველოს უპეს წელიწადში გვექნება პოპულაცია თქვენი ციფრი რომელიც თქვენ მითხარით შეძით ძალიან შემაშფოთებელია იმიტომ წლის მანძილზე გამრავლება ზოგადად ერთში ხდება 55,000 ადამიანი არის მატება წლის 32,000 ადამიანი გადის ეს არის აღარ მინდა თუ კი გადის 32,000 ადამიანი და სიკვდილიანობა ძალიან მაღალი არის თავისთავად ძალიან შემაშფოთებელია საფრთხეში მოსახლეობა კლებულობს სიკვდილიანობის მაღალი დონისა და მიგრაცია არის ჩვენი თამბები 92 წლიდან მოყოლებული ტოტალურად გადის და გადის ხალხი და ამის ეგება გვეფიქრა ამ იდეაზე ქალბატონოსთან ეგება აი რაღაცნაირად აი თქვენ ყოფილი ისედაც აი მასახეთ რესტორანები აღახდებით და მით უმეტეს ეს სიხარული გელით აგერდა მთელი ნაცი სიხარულზე გვეფიქრა ყველას გვეფიქრა ერთად ამაზე რაღაცა კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივა დაიდოს რომ სახელმწიფო ვალდებული იყოს ყველა ახალგაზრდული ბავშვის წინაშე აი ამ ვალდებულებას ჩვენ თუ ჩავდებთ კანონებში ჩავთვალეთ რომ დიდი ქართული საქმე დაიწყება ამ პერიოდში როდესაც ეს ომის მიმდინარეობა იყო ყველაზე ერთადერთი მანუგეშებელი იყო ის რომ საოცარი რაოდენობით ახალშობილები ყავდა აი ამ ბოლო 3 წელში ყავდა და ყველა მათგანი ღმერთის წყალობით ჯანმრთელი კარგად და ყველანი დავიან ეხლა იხებენ თავის ცხოვრებას აი ამ კატასტროფის მერე ეს არის რაღაცა საოცარი რამთმების ახალ ამეცაცხად დაკავებული თავისუფლად ეს არის ყველაზე რასაკვირველი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა რაც და ეს ბავშვები მათგან რამოდენიმე უკვე მათშობლებს როდესაც გორში ჩავდება ბავშვები უკვე დაფუძნებული არიან ისევ თავიანთ სახლებში და აი იწებენ ეხლა ღმერთის წყალობით მოდიან საქართველოში რომელსაც აი ამდენი სიმწარე გადაიტანა რასაკვირველია რამდენმა გადაიტანა მათსა და
ეს აქ იმშობი არის თბილისში გაჩნდნენ ყოველების და უნდა გითხრათ რომ პირველ რიგში რასაკვირველია სახელმწიფო, მაგრამ თვითონ საზოგადოებამ შეუწყო საოცრად ხელი, იმიტომ რომ აი ვერ ასწრებდნენ და მისვლას მასთან მიტანას და ეკლესიასთან ერთად სახელმწიფო და ხალხი ვერ ასწრებდნენ რომ ახალშობილებისთვის მიეტანათ ყველაფერი შემწეობა რაც იწევდება ამ დროს ახლა, მაგრამ დედაც გმირულად ამას ყველაფერს ძალიან ბევრი მაგალითი იყო ამ პერიოდში რაღაცა სხვა საზოგადოების ჩამოყალიბების რაც ამ პერიოდში. ესეთი წელი დაიყო ერთ-ერთი ინიციატორებანი რაღაცა მე გამიკვირდა ეს აი არ ველოდი ერთ-ერთ ნაბიჯს, იმიტომ რომ ეხლა აშკარა ფინანსური კრიზისი, ყველაფერი ერთმანეთს დაეწყო და სპერიზის მაიას ეს ინიციატივა იყო ფანტასტიკური ამ შენებულებთან დაკავშირებით ტოლულების და ეს მილიონებზე იყო საუბარი და ერთი ორი ადამიანის ეს ინიციატივა კაია მაგრამ აი შემდეგში მე ხო ეს ბევრი არის ესეთი გაჭირვებული და შემწეობის მოიმედები. აი საერთოდ სახელმწიფო პოლიტიკა როგორია და თქვენ პარლამენტი რამდენად ახერხებთ იმას რომ რეალური ხმების დახმარება გაუწიოთ ამას. მე მინდა გითხრათ რომ რაც გაკეთებულია რასაკვირველია ბევრია, მაგრამ ყველაფერი გასაკეთებელი წინ არის. როდესაც ქვეყანაში ყოველი მეხუთე ადამიანი არის ვივადაკის ზღვარს მიღმა მყოფი, რაც არის ყველაზე მყინვარული, რაც შეიძლება იყოს, ეს არის ყველაფერი იმის შედეგი, რაც ამ წლების მანძილზე საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა, მაგრამ ჩვენ თავის მართლების დრო არ აქვს. იმიტომ რომ ჩვენი პური ამ ადამიანებს დღეს ჭირდებათ იმისთვის, რომ ამათმა შესწრონ, რომ თავისი ცხოვრება გაიტანონ. ეხლა ამჟამად დაგეგმილი არის, როგორც ვიცით, მატება ბიუჯეტში განსაკუთრებით ციხე-ტაძრის ზღვარს მყოფებისთვის იმათი რიცხვა მოემატა ეხლა 900,000 ადამიანი. აღწერის შედეგად არის, ეს არის ყოველი მეხუთე ქართველი. საქართველოში მცხოვრები. ყოველი მეხუთე, ეს არის რაღაცა, აი მე ვთქვი, რომ რაღაცა უმძიმესი მდგომარეობა, მაგრამ პირველი არის მათი დახმარება. ეხლა ამას დავუმატოთ პენსიონერების ის რაოდენობა, რომელიც თავისთავად ცხადია. რა შეიძლება იყოს? ამას ჩვენი ერის გადარჩენა. მარტო ერთი თანადგომაში როგორ? სულ ფიქრობ, რომ ესენი ღმერთის წყალობით სულ ყველას აქვს სამედიცინო დაზღვევა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეს ერთი მაინც რო სიცოცხლის დაზღვევა და სამედიცინო დაზღვევა უკვე ბევრს ნიშნავს იმ ადამიანისთვის, რომელსაც სხვა არაფერი არ გააჩნია, იმისთვის რომ რაღაცით დასული იყოს. ამიტომ აი ამ მუხლებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება არის პირველი ამოცანა ჩვენ. ახალი არის ამდენი რუსტამ მითხარით ახლა მე მაპატიეთ დღეს მაყურებელმა ბატონმა გივიმ დამირეკა შეშფოთებული იყო მეოცე ღარიბის გვარქვევით იყავიო და 59 ხულა დამიწერესო და აღარ მომცემენა. ალბათ არის ის აი თანხმად რესურსი რაც მათ დახმარებაზეა გამოყოფილი, იმის გადანაწილება ეს არის ალბათ ამის გზაა. არა, პირიქით. მათემატიკას მუხში, რომელსაც ციხე-ტაძრის რასაკვირველია. ეს არის სწორედ ის მუხლები, რომელიც კონკრეტულად მატულობს რაოდენობა აღრიცხვიანობის, იმიტომ რომ კიდე ვინც არ არის აღრიცხული, მათი აღრიცხვიანობაც არის გადაწყვეტილი. ეს თავისთავად ცხადია. ვისაც კი მიაჩნია, რომ მას აქვს ესეთი მდგომარეობა, ანუ ყოველი მეხუთე ქართველი. ესეთი ესე იგი არის ქულებია თუ რაღაცა უნდა დააგროვოს ამ პერსონალმა მათი მოკლებულ აი მე ზუსტად არის ესე მიხარ რომ 59 ქულა დავაგროვე და არ ჩამს ეს იმ პროგრამაში განმეორებით აუცილებლად უნდა გამოითხოვოს კონკრეტულად სოციალური დაცვის მუშაკი რომ ძალიან ბევრი არის დამოკიდებული იმაზე ეხლა არ არის იმითი რა აქვს მას ქონება არამედ რა აქვს შემოსავალი აქედან გამომდინარე ასე ისწავლე არაა შემოსავალი ნამდვილად ეგ დამატებით უნდა შეატყობინოს და ხელახლა მოხდეს გადაანგარიშება. იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენი სახელმწიფო დღედაღამე მიმართულია იმისაკენ რომ კონკრეტულად სოციალურად გაუცელებისთვის მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. აი ამიტომ შობადობასთან დაკავშირებით როგორღაც ალბათ ყველამ უნდა დაუჭიროთ ხარი იმას რომ აი როგორ დაუჭიროთ ხარი სახელმწიფოს. ალბათ ყველაზე კარგი იქნება რომ სიდასაქმებული ადამიანების გადასახადის მაქსიმალურად